გამარჯობა. მოკლედ როგორც ადრე ამბობდნენ ეთერშია და ახლა არ ვიცი ზუსტად როგორ ამბობენ. ყოველ შემთხვევაში თქვენ უყურებთ ბიბლუსის პოდკასტს, ბიბლუსი Talks. მე მისი წამყვანი გიორგი კეკელიძე გახლავართ, ხოლო ჩვენი სტუმარი გვაქვს პატივი და არის ძალიან ცნობილი ფსიქოთერაპევტი, საჯარო ფსიქოლოგი, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, ქალბატონი მარინა გაჯარავა, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის და ვიმედოვნებ, რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივა, მით უმეტეს, რომ აი ამგვარი ფორმატის ერთგვარი არაშეზღუდულობა და რეალურად განუსაზღვრელი სიგრძეც კი ხშირ შემთხვევაში, რასაც მე მაინდა-მაინც არ ვემხრობი, ამის საშუალებას იძლევა. დავყოთ რამდენიმე თემა ჩვენი ლაპარაკი და მოდი პირველი გაბაასება გარკვეულწილად ეძღვნებოდეს ამბავს, რომელიც ახლა ბიბლუსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რახანაც არის წიგნის ჩუქების თვე და წიგნის ჩუქება თავის მხრივ განსაკუთრებული ფენომენი მგონია. მგონია ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის ეს დაკავშირებულია ჩემს ბავშვობასთან, იმიტომ რომ როდესაც მე მაგალითად წიგნის თაროებზე ვნახულობდი ძველ ტექსტებს, ძველ გამოცემებს, იქ ხშირად დიდ ყურადღებას იპყრობდა მინაწერები. და თითქოს აი ამ წიგნის მიღმა ეს მინაწერი ცალკე ცხოვრობდა. თუ როგორ უძღვნიდნენ ერთმანეთს ამ წიგნებს სხვადასხვა ეპოქაში, მაგალითად გასული საუკუნის 20-იან წლებში როგორი იყო ტექსტის ენა, მერე როგორი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სანამ კითხვით გამოვალ, დავძინო მინდა ისიც, რომ რეალურად, როდესაც სკეპტიკოსები ლაპარაკობენ იმაზე, იცოცხლებს თუ არა ბეჭდური წიგნი, ელექტრონულ ეპოქაში, რომელსაც თავისი უპირატესობები აქვს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში მისი სიცოცხლის არგუმენტი აღმოჩნდა ის, რომ წიგნი ერთი მხრივ გულისხმობს ფლობის განცდას, ბეჭდური წიგნი. და მეორე მხრივ გულისხმობს მეხსიერებას, ხო? აი სად წაიკითხე, როგორ წაიკითხე, ვინ გაჩუქა, თუ გაჩუქა და ასე შემდეგ და შემდეგ. მოდი დავიწყოთ ზოგადი კითხვით. თქვენ გიყვართ თუ არა წიგნების გაჩუქება? არის ხალხი, რომელთაც ეგ დიდად არ უყვართ. გათხოვება მით უმეტეს განათხოვრება უფრო სწორედ, იმიტომ რომ მე არ აბრუნებენ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ჩემთვის უჩვეულოა ამ ფორმატში საუბარი. არ დავფიქრებულ არ მაგაზე მიყვარს თუ არა, საერთოდ მიყვარს რაღაცის გაჩუქება და ვფიქრობ ხოლმე იმ ადამიანზე, ვისაც საჩუქარს უკეთებ, რა შეიძლება მას გაეხარდეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, წიგნიც არის და წიგნი ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ძვირფასია, იმიტომ რომ მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომლებიც ლოგინისში საბნის ქვეშ ფანრით კითხულობდნენ და ხშირად გვიშლიდნენ ამას თვალები, არ შეიძლება ამდენი კითხვა. ეს შესაძლებელია იმის გამო იყო, რომ სხვა გასართობი იმდენი არ იყო, არ ვიცი, თუმცა ეზო იყო, ვთამაშობდით ბევრს, იყო აქტივობა, იყო მუსიკა, სპორტი, ყველაფერი იყო, მაგრამ წიგნს ეჭირა განსაკუთრებული. ეს ელექტრონული სამყაროს გარდა ყველაფერი იყო რეალურად. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი ეჭირა წიგნს და ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, როდესაც მე მჩუქნიდნენ მას და სხვათა შორის სულ მე მთაწმინდაზე ვცხოვრობდი და ბიბლიოთეკაში ვიყავი ჩაწერილი, შეიძლება ითქვას, რომ პირველი კლასიდან და იქ დავდიოდი და გამომქონდა წიგნები და მიყვარს ბიბლიოთეკის სუნი და ბიბლიოთეკის წიგნი, ძალიან მიყვარს ეს რაღაც გაცვეთილი წიგნები ძალიან. და ერთი ესეთი როგორც ფსიქოლოგმა ესეთი რამე არის, რაც აღმოჩენა მე არ გამიკეთებია, უბრალოდ მე ამ აღმოჩენას ასე ვთქვათ, ვეთანხმები, რომ ბავშვი რომელ წიგნსაც კითხულობს, რომელიც უყვარდება, რომელიც მისი ხდება, იქ რაღაცას თავის თავზე კითხულობს. ის ისტორია, რომელიც მისთვის შეიძლება აკვიატებათაც ვინმეს მოეჩვენოს, მშობელს მაგალითად, რომ მე რამდენად კითხულობ ამას. რაშია საქმე? ასე ობსესიურობის ნაწილად იქცეს. აი, ობსესიურობაზე არ ვიტყვი ამჯერად, იმიტომ რომ ეს კიდე სხვა თემა. ის რაღაცა მეტაფორული აზრით ვამბობ და არა დიაგნოზური. რა თქმა უნდა, ის რაღაცას გამოედო ისიც, რომელიც შემდგომში არის ძალიან იმ წუთასაც მისია და ვერ გზნობს. აი ეს რაღაცა კავშირი იქმნება საოცარი და ერთ-ერთი, როდესაც ტრენინგებს ვატარებ ხოლმე დასრულებთან, ერთ-ერთი კითხვა ეგეც არის, თქვენი ბავშვობის წიგნი და თქვენი ბავშვობის მულტფილმი, ფილმი, რომელიც გიყვარდათ, რომელიც ხშირად გინდოდათ. საინტერესოა როგორი პასუხებია.
რამდენად ემთხვევა ადამიანების განცდა და გემოვნება ერთმანეთს. მოდით აი ვთქვათ რამოდენიმე მაგალითს ვიტყვი, ხო? აი მაგალითად შეიძლება იყოს კალსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს, ხო? აი ეს არის მარტოობაზე. წარმოსახვით მეგობრობაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მე რაღაც წითელ ხაზად მიყვება პეპი, რომელიც შეიძლება იყოს აი თუ ესე ან ვთქვათ ნილსის საოცარი თავგადასავალი მუდმივ ბავშვობაზე, მოთხოვნილებაზე რომ იყო ბავშვი არ გაიზარდო. შეიძლება ასაც ამბობს კიდეც. ასაც ამბობს პეპი, ხო, მას არ უნდა ისევე სხვათა აი ჩემთვის მაგალითად იყო ბავშვობაში იყო ზღაპრები და ვკითხულობდი რაღაც დიდი აი პატარა შევედი მაშინდელი გაგებით სკოლაში და უკვე ვიცოდი კითხვა და ქართული ხალხური და საერთოდ რაღაცას მეოთხე ტომი იყო მახსოვს, რისი მეოთხე ტომი იყო არ მახსოვს, მაგრამ დიდი წიგნი იყო და მთლიანად წაკითხული მქონდა. ზღაპრები მეყვარდა და გარდა მაგისა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი ლურჯი ფრინველი იყო. მეტერლინგის, ძალიან ცნობილი საკულტო ტექსტი. რაღაც საოცარი სიკეთე ბოროტება მისტიკის და რეალობის. რომელიც თქოს არც არის საბავშვო რაღაც არც არის საბავშვო, მაგრამ საბავშვოც არის. სხვათა შორის იცით რა ზღაპრებიც არ არის საბავშვო. ზღაპრებიც დიდი კითხულობ, მაშინ არ არის საბავშვო. მაშინ არ არის საბავშვო. და როცა ბავშვი კითხულობ, მაშინ მე მგონი კი. რა თქმა უნდა, ბავშვს ყველაფერი ესმის, ოღონდ ბავშვურად და თავისი ფილტრით. ნებისმიერ რამე შეგიძლია გააგებინო. ძალიან მიყვარდა ასევე იყო ესეთი დღეს არ ვიცი არის თუ არა აღარ მინახავს ეს დედა მამა და 8 ბავშვი ტყეში. დღეს აღარ არის, მაგრამ ძველ ბიბლიოთეკებში შემორჩა. საბარგო მანქანა ამას ეს ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული ეს ზღაპრები თუ მოთხრობა თუ მოდი ესე ვთქვათ აღარც მახსოვს ავტორი ადგილები თუ მოდი ადამიანებიც გავიხსენოთ თუ გახსოვთ ვინც შეიძლება წიგნი გაჩუქათ და ამ თვალსაზრისით დაგამახსოვრდათ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილები სადაც წიგნს ვკითხულობდი ხო მაგალითად ჩემი სახლი სოფელ სურებში სადაც წიგნთან ერთად თითქოს მახსოვს იმ სახლის კედლების სუნიც, ყველა ის ადამიანი, ვინც იმ სახლში ტრიალებდა. აი რაღაც ეს მაგიაც აქვს წიგნს. დიახ, აი თქვენ ხე მოდალობა შეეხეთ, რომელიც ჩვენი მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანია, კინესთეტიკურს, ეს არის სუნი, ეს არის შეგრძნება, ეს არის სკამი, სავარძელი, რასაც ეხები. მამას უყვარდა ძალიან კითხვა და უამრავი წიგნი ჰქონდა სახლში. და ამბობდა რომ მე ჩვენ პატარა ბინაში ცხოვრობდი თაწმინდაზე მე მეტი არაფერი არ მინდა მე მაქვს ჩემი ტახტი მე მაქვს წიგნები და ნუ მყავს კარგი ცოლშვილი და ამით ის იყო ძალიან ბედნიერი ძალიან ბევრს კითხულობდა და მერხი მიყიდა მე ის მერხის მაშინ საბჭოთა კავშირში მერხები იყო თუ გახსოვთ გადაბმული ერთმანეთზე სკამი და კი როგორ მე საბჭოთა კავშირში არ მომიწია სწავლა მაგრამ 90-იანები ინერცია იყო სრული და ყველა ის ატრიბუტიკა იყო და ეს მერხი ჩემთვის იყო საოცარი ადგილი თავისი კალმის ჩასადებით სამელნეს ჩასადებით და წინ მქონდა თაროებზე წიგნები მეწყო და იქაც ეს არ იყო სამეცადინო მერხი უფრო იყო წასაკითხი და იმისი ფერი შვინდის ფერი იყო რაღაც მოწითალო ბორდო იყო ეს და იყო ნახეთქები ქონდა კიდე რაღაც მახსოვს ძალიან კარგად და კარგი იყო ეს თქვენ რო შეამჩნიეთ ძირითადად მამა ყიდულობდა წიგნებს და მაძლევდა და რადგანაც გითხარით ბიბლიოთეკაში დავდიოდი იქვე იყო მე ყიფიანზე ვცხოვრობდი და იქ კოტემესხის თუ რომელიღაც ქუჩაზე იყო აღარ მახსოვს იმ ქუჩის სახელი ჩემი ყველაზე საყვარელი ქუჩაა სხვათა შორის თაწმინდის ის რო არის მრგვალი ბაღი სადაც არის ეხა ამაღლების ქუჩა ალბათ თუ არ მახსოვს და იქ იყო ბიბლიოთეკა დღეს არც ვიცი არის თუ არა იქ ყოველ მეორე დღეს ჩასვლა ჩემი ის სუნი ის წიგნები წიგნის სუნი იმიტომ რომ ხშირად წიგნი ლოგინშიც შემქონდა ხოლმე და ბარიში ძალიან საინტერესოა თქვენ ხართ პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი პარალელურად გარდა იმისა რომ საჯარო გამოსვლებიც არის არაერთი თქვენი რომელთაც მონებრივია ბევრი მსმენელი ყავს. აი თქვენთვის მოდი აქაც რაღაცნაირად ორ ნაწილად დავყოთ ეს კითხვა. პირველი საკუთრივ თქვენთვის როგორც ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანი, ადამიანის ფსიქიკით დაინტერესებული ადამიანით რა გავლენას ახდენდა მხატვრული ლიტერატურა, რომელიც არ არის
სპეციფიკურად თქვა ამ ჟანრის ტექსტი, ხო? ნუ მესმის რომ იქ შეიძლება ფსიქოლოგიური მოტივები იყოს ბევრი, მაგრამ ნუ განსაზღვრული არ არის როგორც კონკრეტული თქვა მეცნიერული ნაშრომი და მეორე კითხვა იყოს ის, რომ თქვენს პაციენტებზე ახდენს თუ არა გავლენას თქვენი აზრით, თუნდაც თერაპიული აზრით. ხო, არის მოსაზრება, რომ შეიძლება ეს უკავშირდებოდეს კათარზის, ცოტა უფრო გვიანდელი სუბლიმაციას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვა. ნამდვილად, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც კითხულობ ამაზე, არ ფიქრობ მით უმეტეს ბავშვობაში, მაგალითად ახლა იგივე პატარა უფლისწული და ჩემი ყველაზე საყვარელი არის ალისა. ალისა ეს საოცრებათა ქვეყანაში ეს რაღაცა. და აი ეს დღეს ახალ თარგმანში ელისი ქვია. ელისი ქვია. ბევრი რაღაც შეიცვალა. ბიძია თომას ტომი ქვია. მაგრამ მე მაინც ძველი სახელები. ქართულად ტომი თომაა და ალბათ იმიტომ არ ვიცი ესე თარგმნეს. ხო, ყოველ შემთხვევაში მე ის ძველი მახსოვს ახლა მართალი გითხრათ მე სამწუხაროდ ვერ უბრუნდები წიგნებს იმის გამო რომ ჩემი ცხოვრება რაღაცა დიდი გარდატეხა მოხდა არა მარტო პროფესიული მნიშვნელობით არამედ ნელ-ნელა მივედი აქამდე რომ მე ვნახე ის წიგნი რომლის მერეც უფრო მიჭირდა მხატვრული თეატრის საკითხვა თუმცა ალბათ ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ეს როცა ვკითხულობდი და მაშინ ხედავდით ადამიანის იმ ნაწილს რომელიც მე თქვენი პროფესია გახდა ამ ტექსტებში. დიახ, ხედავდი, უკვე დაახლოებით მე ჩვენმა თაობამ მე ასე ვიტყოდი მე არა და 15, 16, 14 წლის ასაკში წავიკითხეთ დოსტოევსკი, ფოლკნერი, ვთქვათ იგივე კორტასარი აი განსაკუთრებით შტეფან ცვაიგი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია და იქ ბევრია ის შტრიხი, რომელიც მე შეიძლება თქვა. იმდენი რამე მომცა და მასწავლა და ხშირ შემთხვევაში სტრატეგიები, ვთქვათ იგივე კითხვაზე პასუხი. კითხვა ხომეტია ვიდრე პასუხი საერთოდ და კითხვის დასმას ხელოვნება ჭირდება და ცოდნა ჭირდება და ზოგჯერ პასუხის მაგივრად კითხვა ისევ კითხვას აჩენს და მე ეს მაგრამ მეგბადებს განვითარებას რა თქმა უნდა ჩერდება კითხვის დასმა იქ წყვეტს ადამიანი მე მგონი განვითარებას და ცივილიზაციაც და თემიც და ყველაფერი. ხო, რა თქმა უნდა, ეს რაკურსიც ძალიან საინტერესო. კითხვა არის ზოგადად შემეცნება. შეიძლება თერაპიაც იყოს. ალბათ ეს უნივერსალური ვერ იქნება, მაგრამ გარკვეული ადამიანისთვის. აუცილებლად, იმიტომ რომ მაგალითად აი იგივე დოსტოევსკიში არ მაშინ როდესაც არის სიკეთის და ბოროტების, იგივე მაგალითად ნიჰილიზმის, უწმუნოებისა და სარწმუნოების ჯახი. ისაც არის ჩვენი ცხოვრება დღეს, ხო? და რეალურად მაგდონის მწერლები გაჩვენებენ ისეთ სამყაროს, რომელშიც მე გიწევს ცხოვრება. და ის თუ მათ რაღაცა ტონალობა მოგცეს, ძალიან გეხმარება შემდგომში ამის მიღება, არ მიღებაში, გაანალიზებაში. არსებობს ესთეტიკა. რომელიც არის საოცარი ესთეტიკა აქვს ზოგ მწერალს თავისი, იგივე ბულგაკოვს მაგალითად. ძალიან ლამაზია. ასევე ძალიან ბევრია ესეთი ლამაზი ესთეტიური, გარდა იმისა, რომ ინტელექტუალური და ფილოსოფიური და რელიგიური და ასე შემდეგ. ეს და მე რაღაცა მომწონდა ხოლმე აბსურდი ძალიან მომწონდა აბსურდი ოღონდ რა მომწონდა ამაში ვერ ხვდებოდი კარგად იმიტომ რომ როგორ შეიძლება ერთის ხრივ აბსურდი მოგეწონოს მაგრამ კამიუ კაფკა ეს იგივე იქ იყო რაღაცა ისეთი რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ბადებდა ჩემში რომ რა არის ეს და მე შემდგომ ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ფრანკლი ეგზისტენციალური ანუ საზრისის ძიება ადამიანის ცხოვრების მთავარი რამ არის ზოგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეგზისტენციალური კრიზისი არის ის კრიზისი, რომელსაც ვერაფერი ვერ ავსებს უკვე. ის არსებობს იცით რომ წარმოვიდგინოთ მარტივად უფრო დამიწებული, მიწიერი პრობლემები და საკითხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი ბიოფსიქოსოციალური არსება. გარკვეულწილად რომ მიწიერსაც აღწევს, თან მისი პერსონალური გამოცდილება ხო წარმოუდგენლად აი საქმეც სარაკო იყო.
რომ ეს ერთად მოცემული იძლევა რაღაცა საოცარ პორტრეტებს იგივე ადამიანის. მე მახსოვს დიკენსის მარტინ იდენი, როგორი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ვიცი ხა ეს დიკენსი კლასიკა და რამდენად დღეს მას კითხულობენ. ჯეკ ლონდონის. ბოდიში ჯეკ ლონდონის დიკენსი. კი. დიკენსიც არაჩვეულებრივი გამოცდილება მაქვს. მარტინ იდენი ხო მარტინ იდენი ძალიან ეს სუიციდური მოტივები ცხოვრება როგორც ამაოება, მე წარმატება და წარმატების ამაოება. წარმატების ამაოებას და სამწუხაროდ ესეც სამთავროს, მაგრამ საინტერესო პერსონაჟია, როგორ შეიძლება ადამიანი სულიერების გარეშე მივიდეს ისევ კრახამდე, რაც არ უნდა წარმატებას მიაღწიოს და სხვა შეიძლება ფროიდს აქვს ესეთი მომენტი, მსხრევა წარმატების დროს და ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს წარმატებას. ავიდეს მწვერვალზე, მაგრამ იქ აღმოაჩინოს, რომ ის რაც გადაიხადა ამისთვის, არ ღირდა ამ წარმატება. თურმე ის რისთვისაც ის ესწრაფვოდა მთელი ცხოვრება, ამაოება ყოფილა და უაზრობა ყოფილა. და მე როდესაც წავიკითხე ეკლესიასტე, რაღაც ასაკში დავიწყე კითხვა ბიბლიის და მაშინ მე რო ვიყავი ახალგაზრდა უпроსორეთ სტუდენტი არ იყო, საერთოდ სახარება იყო დაბეჭდილი და იატაკქვეშეთში ვკითხულობდით და შემდგომში ეს პერესტროიკა ეგრეთ წოდებული რა ქართულად არც ვიცი რა ქვია მაგას, გარდაქმნის ეპოქა რო დადგა. მაშინ დაიწყო რაღაცა მწიგნების შემოსვლა და სხვა ჩემზე პირველი შთაბეჭდილება თავიდან ბოლომდე ბიბლიის წაკითხვა და შემდგომში მე მას ხშირად დაუბრუნდი და დღესაც და მე კულტუროლოგია დავამთავრე, რელიგიათმცოდნეობა და კულტუროლოგია, რადგანაც პირველი პროფესიით ფიზიოლოგი ვარ და მე ეს ჰოლისტური აღქმისთვის ადამიანის მისი ფუნდამენტი რაზე დგას ის კულტურა არის საოცარი რამ არის იმ რა კულტურაში ვიზდებით ამას ვერც გაექცევი და არც უნდა გაექცე უბრალოდ მასთან ერთი სხვი ადაპტაცია და მეორე სხვი მისი სასიკეთოდ გამოყენება არის აუცილებელი შეიძლება ჩვენ ამის ნაწილი ვართ ხო რაღაც და აი ამ ბოდიში დავამთავრებ როდესაც აი იგივე ვთქვა ეკლესიას და წავიკითხე ან და ქება სოლომონის ხო იქ რაღაცა პოეზიის კვინტესენცია იყო ჩემთვის, ასევე ფილოსოფიის და იგივე ამ ეგზისტენციალური ფსიქოლოგია, რომელიც შემდგომში ჩემთვის ერთ-ერთი ჰუმანისტური ეგზისტენციალური არის ყველაზე ჩემთან ახლოს და მნიშვნელოვანი. თითქოს იქ რაღაცა საოცრებები ვნახე. და მსგავსი რამ შემდგომში მოხდა ისე ჩემ ცხოვრებაში, რომ მე რაღაცა ფრანგულ ფილოსოფიასთან შეხება მქონდა, ოღონდ გეშტალტის მხრიდან, ფსიქოლოგია და ფილოსოფია ერთად ფრანგული სკოლიდან, რაღაცა 2 წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ბერძნულ ფილოსოფიასთან ახლიდან მიახლება და შეხება და ისეთი საინტერესოა ეს ყველაფერი და ისეთი საინტერესოა ზოგადად ადამიანის სამყარო ხილული და უხილავი. როგორ შეიძლება ადამიანი მაგ მოიწყინოს თქო ხანდახან ვფიქრობ. მაგრამ აი იწყენს ადამიანი, იმიტომ რომ პირადი საზრისები ეს ეგზისტენციალური რაღაცა შკალა, რასაც ქვია ღირებულებათა ვერ ვახერხებთ ალბათ ადამიანები ვერ ახერხებენ ამ შკალის. ეგ მინდოდა ზუსტად მეკითხა ეკლესიასტი ახსენეთ, ხო? ეგზისტენციალიზმის ნაწილით შეიძლება აქეთ მივმართოთ. ეკლესიასტე არის რაღაცნაირად ამაოების ჰიმნი. ამაოების ჰიმნია, ამაოება თავის მხრივ შეიძლება ბადებდეს აპათიასაც. მაგრამ თქვენთვის როგორც პრაქტიკოსისთვის ამ შემთხვევაში ეს უფრო არის რაღაცა ზოგადი ფონის ჩვენება, რომლის მერეც ადამიანი უბრალოდ ვთქვათ, აი ბარათაშვილის არ იყოს, მაგრამ რადგანაც კაცნი ქვიან შვილის სოფლისა, ამ პრინციპით იწყებდეს ისევ ცხოვრებაში მოქმედებას. ისედაც ამაოება და შესაბამისად მე კიდე ჩემი ამაოება დაუმატო, ამას ჯობს რომ ვიმოქმედო. გიორგი, ამაოება არის უღმერთოდ, თორე ღმერთით აღარ არის ამაოება. აი, ვისთვის როგორ? ყველა ალბათ იცით, საერთოდ აზროვნებაში არსებობს აზროვნება ყველაზე რთული და საინტერესო რამ არის, იმიტომ რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ რა აზროვნებს ჩვენში და ვინ აზროვნებს? ვინ არის ეს ტიპი, რომელიც აზროვნებს? კი, ვიცით, რომ პრეფრონტალური კორტექსი და შუბლის ძარღვი გაუწყდა და რაღაცებს ვამბობ და მართლა შუბთან კავშირშია, მაგრამ
რა არის ეს რაღაცა ყველაფერს რო აკომენტარებს კომენტატორი ტიპია ვიღაცა თითქოს ჩვენში არის საოცრება არის აზროვნება და მეტყველებაც ეს ცხადია ეს რეპტილიური ტვინის მიღმა რაც ხდება ხო აი ეს ქერქი რასაც და ის ხო საერთოდ ემოციები და ჩვენი ემოციური იგივე ენა სხეულის ენა და ემოციები აი საოცარ შედეგებზე გადის მათ ჩასვლა და ამით ხო გავს რაღაცნაირად ადამიანი ლიტერატურას მეტაფორულია ძალიან მართალია თუ არ არის მეტაფორული ძალიან სტერილური და უინტერესო ხდება აი მეტაფორა არის აი სხვადასხვა მეტაფორა არის ის რაც არის ერთ-ერთი წარმოსახვითი აზროვნების და ზოგადად აზროვნების ყველაზე უმაღლესი ფორმა ჩემი აზრით და ალბათ მაგაზე მე მიფიქრია და მე მაქვს ჩემი მეტაფორა ცხოვრების ხოთაშორის რომელიც ნამდვილად ჩემია და რა თქმა უნდა მოდის ოჯახიდან და თუ შეიძლება შემიძლია მოგო გვაინტერესებს ალბათ 5-6 წლის ვიქნებოდი მამა იყო ჩემი გმირი რა თქმა ყველაფერი მეგონა რომ ყველაზე ღონიერი იყო ყველაზე ჭკვიანი ყველაზე მეც კითხულობდა რაღაცთან რაღაც მოკრივეც იყო და ნუ რაღაც ისეთი და მამა მასწავლიდა ცურვას და კარგად მასწავლა და მე ვიარე ცურვაზე და ცურვა ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის საერთოდ წყალი სტიქია მნიშვნელოვანი და ერთხელ მითხრა ესეთი რამე ტალღებში ვიყავით შესულები რომ მამა არასდროს არ შეგეშინდესო ტალღისო. როდესაც შენსკენ ტალღა მოდისო, შენო ჩაყვინთეო და რო ამოყვინთავ ის ტალღა გადავლილი იქნებაო. და მე ესე ხელით მაჩვენა რომ აი ეს ტალღაო რომ მოდისო, ეცადეო რომ ისე დაჯდეო ტალღაზე, რომ არ გაფორთხოსო, რაც თუ სწორ ადგილას დაждდებიო, ტალღა ყოველთვის ნაპირზე გაგეყვანს. მე სტრესის მართვის სილეთა. საოც ჩემი მეტაფორა რატომ არის იცით? იმიტომ რომ აი ეს არ ვიცი თვითგადარჩენის თუ მორგების ისეთი სტრატეგია მაქვს რომ არაფერს და არავის ვცდილობ არ მივაყენებინო ზიანი ჩემთვის. აი თითქოს რაღაცა რომ მოდის რომ შეგიძლია სერფინგი რომ აიცინო ერთის მხრივ მეორეს მხრივ თქვა იგივე ჩაყვინთო და ამოყვინთო ძველი ბერძნები როგორც ამბობენ ორი რამ თუ არ გაარჩია ერთმანეთისგან გაგიჭირდებაო ცხოვრება რასაც ეშველება და რასაც არ ეშველებაო და აი რასაც ეშველება იქ მოძრაობა და რასაც არ ეშველება იქ ამით უნდა ერთჩივან შეგუება ან გაცლა ან რაღაც ესეთი ეს რაც პარალელურად აღმოსავლურ ფილოსოფიებსაც ჰქონდათ ეგ ხო ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა და აი სწორედ ეს არის რომ ეს აღმოჩნდა მე და მე უკვე როგორც ფსიქოლოგმა გავაცნობიერე და ვაცნობიერებ ამას ოდიახ ეს არის რაღაცნაირი ჩემი მეტაფორა ცხოვრების რომ ესეც კავშირშია ლიტერატურასთან ალეგორიულობა ხო ლიტერატურამ დაბადა გარკვეულ კი ადამიანმა შეძინა ლიტერატურას მაგრამ მე ეს ლიტერატურამ დანარჩენ ადამიანს რომ არა ლიტერატურა ძალიან ღარიბი იქნებოდა ეს სამყარო იმიტომ რომ ადამიანის ამდენი ნაზრები ამდენი სტითეული ხო სამყარო ჩვენ რაღაცნაირად ჯამიც ვართ ამ თქვათ კაცობრიობაში ერთგვარად დალექილი ამგვარი მეტაფორული ნაზრების და ეს განგვსაზღვრავს იმიტომ რომ ადამიანისადმი ადამიანის მიერ გადაცემული ცოდნა დიდწილად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წიგნებით ხერხდება დღეს ხო ნუ ფორმას განსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს ოდესღაც ზეპირ სიტყვიერად და მე მინდა რომ გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე როგორიც არის სკოლა განათლება შეიძლება ლიტერატურაც მათ შორის მაგრამ საკუთრივ ბავშვი თანამედროვე სამყაროში თქვენ საკუთარ ბავშვობაზე როცა ლაპარაკობდით თქვით რომ რაღაცნაირად საცდური იყო ნაკლები ამ თვალსაზრისით და წიგნები თქვათ უფრო ახლობლობდნენ ჩვენთან. ბევრი მიზეზის გამო, ხო? შეიძლება წრის შემთხვევაში თქვათ ესეთი რაღაცა გარემოების კარნახი ყოფილა. რა თქმა უნდა. დღეს გარემოება ძალიან ბევრ ამეს კარნახობს საიმისო და ადამიანს რომ მაინც და მაინც წიგნის თაროს არ მიაკითხოს განსაკუთრებით ბავშვს. და ალბათ ძალიან ბევრი მშობელი ამასთან დაკავშირებით, შეიძლება რაღაცა პერსონალურ კონსულტაციაზე იმდენი არ, მაგრამ თქვენ საჯარო შეხვედრებზე გეკითხებათ, რომ როგორ შეიძლება რომ თქვათ აი ამ ვირტუალურ სამყაროს, რომელსაც თავისი ბევრი პლუსიც აქვს, მერე. ხო, რაღაცნაირად თქვათ განარიდოთ. აი რა ხედვები გაქვთ ამას, აი ამ
ძალიან დიდ და უსიერ ჯუნგლებში თანამედროვე ბავშვის გადარჩენის. იცით რა არის? მაგაზე ბევრი მიფიქრია და აქაც ტალღას გამოვიყენებ. ამ ტალღას ვერაფერს ვერ უზამ, ეს ცუნამია. რაღაცნაირად ისეთი მორგება უნდა გააკეთო, რომ თან გამოიყენო, თან გადარჩე და თან აქედან სარგებელიც მიიღო. და რატომაც არა, უამრავი სარგებელია. ისევ თუ გავიხსენებ, რომ მე რომ წიგნი წამეკითხა ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი და დრო დამეკარგა გზაში, მე წიგნი მოეძებნათ, მე დღეს ამის საშუალება არის, რომ ჩაწერ სიტყვას და რა ვიცი, რას არ ნახავი. მანდ გაიოლდა ამბავი. ეს არაჩვეულებრივი. მეორე, ნახატები ძალიან მაინტერესებს მხატვრობა ვთქვათ, ხო? რომელიმე მხატვარი მაინტერესებს, მე შემიძლია ნებისმიერ რა ვიცი, მუზეუმში მოვხვდე, ნებისმიერ გალერეაში, დავათვალიერო რომ გავიგო მისი ცხოვრება. თან მყისიერად და სახლიდან გავუსულებ. ეს არის უპირატესობები. გარდა ამისა, ასევე ვიმოგზაურო მთელ მსოფლიოში და ვნახო ის, რასაც ვთქვათ, ბევრი დრო და თანხები ჭირდება. ამის გარდა კიდევ აქვს მას სახლიდან გაუსვლა და პანდემია მაჩვენა, რომ შეგიძლია ვთქვათ, რა ვიცი, საჭმელის მოგიტანონ სახლში. მიკრო კი არა, მაკრო სამყარო მოიწყო მიკრო სამყაროში პირიქით. ბანკიდან გადარიცხვები აკეთო, რაღაც ვთქვათ, ლექციები ჩაატარო, ლექციები ატარო, თერაპია ჩაატარო და ასე შემდეგ და მოკლედ ეს არის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი. მაგრამ ფიქრობენ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის მაინც და მაინც შესაბამისია. მე ჯერ პლუსებს ვამბობ, ხო, სენდვიჩს ვიყენებ, ფსიქოლოგიაში არის სენდვიჩი ცნობილი, ჯერ პლუსი უნდა თქვა, მერე მინუსი და მერე პლუსი. მე ცოტა შემეშინდა, რომ შორს არ წაგვიყანოს პლუსები. არა, სენდვიჩი აუცილებელია, იმიტომ რომ იცით რა არის თუ მარტო მინუსზე ილაპარაკებ, ამ შემთხვევაში პირიქით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს და უფრო მეტ წინააღმდეგობაში მოდიან. მეთოდოლოგიის მიღმაც აქვს პლუსები ნამდვილად და ნუ მე რაც ჩამოთვალე. თუმცა დღეს ერთ-ერთი F დიაგნოზია, უკვე ნომოფობია ქვია, no mobile phone phobia, რომელიც არის ხელის გაგრძელებათ ითვლება, ხელზე გაქვს ეს და უკვე სადმე რომ დეფამ მობილურს მასთან დისტანციაში ფოთვას იწვევს და ნუ შემთხვევით თუ სადმე დაგრჩა ადამიანს ან ტაქსში ან სახლში უკვე ძალიან მაღალი ფოთვაა და აღმოჩნდა რომ ყურადღება, მეხსიერება, ყველაფერი მიბმულია ამაზე. აი ახლა ვიწყებ მინუსებს. იმიტომ რომ იქ ცხოვრობ. იმიტომ რომ იმით და იქ ცხოვრობ. აი თქვა თუ კი ჩვენი ყურადღების დაახლოებით 17 წუთიანი ის აქვს ტევადობა, ხო? მერე ტვინი აკეთებს რესტარტს თვითონ. აი რაღაცას რო უსმენ, ტვინი აკეთებს იმას, რომ გადაირჩინოს თავი და აი ამ რესტარტის დროს ის ფრაზა, ის რაღაცა კადრი არ გახსოვს და შეიძლება ვინმე რო გითხრას, როგორ იქ ვიჯექი ყურადღებით და ეს არ მახსოვს, ეს როდის თქვეს ან როდის მოხდა ეს, მაგრამ ამ დროს გადატვირთვას აკეთებს, რომ თავიდან ისევ ჩაერთოს იგივე ვთქვათ, ახლა მონოტონური ლექცია შეიძლება იყოს დამღლელი, ხო, რაღაც მონოტონური, ან ფილმშიც, ხშირ შემთხვევაში, რაც ძალიან გენიალურია, მათ შორის ნაწარმოებიც არ არის ხოლმე მარტივი წასაკითხი, რომ აი იმ გაგებით, რომ რაღაც ის საინტერესო და მხიარული თემები შემოდის. ანუ შემოდის შეიძლება ზოგჯერ მსჯელობა რთვისეთი. აი მობილურ ტელეფონთან ბოდიში ჩაგეკითხებით ეს დამოკიდებულება. რაღაც ეს ხო არ არის ხა ევოლუციური მოცემულობა დროში ძალიან მცირე მონაკვეთს გულისხმობს, ხო? ნუ შეიძლება ადრე თუ გვიან მსგავს ფენომენად ჩამოყალიბდეს. რაღაც გარკვეულ პროტოკოლს გულისხმობს თავის მხრივ მკურნალობის თუ ეს უბრალოდ დაკვირვებაა. და მაინდა-მაინც არც საჭიროებს მკურნალობას. ჯერჯერობით უფრო დაკვირვებაა. ჩვენ ვეძახით კიბერდიეტას ამას. აი მაგალითად იმის გამო რომ ეს გახდა ვთქვათ ჩვენი და თანამგზავრი, თითქმის აუცილებელი, უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა. ურთიერთობა ისე რომ ან ნაკლებად დავზიანდეთ, ან არ დავზიანდეთ. დეტოქსი მობილური. დეტოქსივი, კიბერდიეტა და ზუსტადაც რომ დეტოქსია საჭირო. ახლა რატომ? ის რომ დღეს არის შემოსული ეს rilsები და ვთქვათ TikTok-ი, რომელიც სწრაფი ინფორმაცია. სწრაფი ინფორმაცია და სკროლვა. სკროლვა
თქვათ რაღაცა მოვისმინე ერთი ფრაზა. ვერ ვაჩერებ უკვე ყურადღებას. 17 წუთი კი არა, წამებზეა ლაპარაკი. 20-30 წამით აღარ გინდება კონტენტი, გინდა შეცვალო ასკროლ. ახლა რაღაც სხვა წამოვიდე კიდევ. და შეიძლება ამაში გაატაროს ადამიანმა კარგავს დროს და სივრცეს. საკუთრივ პატარა. ეხლა დრო და სივრცის დაკარგვა რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ფსიქიკას. ჯანსაღი ფსიქიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე აქ და ახლა, ხო? არც ერთი, არც მეორე და არც მესამეა უკვე. იმიტომ რომ აი ამაში თითქოს ნახევრად ტრანსულ მდგომარეობაში ადამიანი თვით გაუტკივარებას ეწევა ეს ფსიქიკა გადადის რაღაც იმაში ესეთ მდგომარეობაში. აი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. რაც საბოლოოდ რა პრობლემას იწვევს? რაც საბოლოოდ ყურადღების დეფიციტს აუცილებლად მეხსიერების პრობლემებს იწვევს. რაც აი ADHD, კონცენტრაციის, ADD, ADHD, ეხლა თქვათ ყველაფერს ამას ვერ დაუბრალებ. ბუნებრივია, მაგრამ ნახეთ რა ხელოვნურადაც იწვევს ყურადღების დეფიციტს, იმიტომ რომ ვეღარ ახერხებს დიდხანს გისმინოს ნეირონების და სინაფსების ისიც ნეირონებს სინაფსებით გადაეცემა და ის ირევა. მე რაც ამიკითხავს, ტრადიციული თქვათ გეზი ეცვლება და რაღაცა სხვა. რა თქმა უნდა, ბიჰევიორიზმი რა არის? ახალი კონტაქტები თავის ტვინში, ახალი მუდმივად ცვალება. ქაოსს და ცოტა განგაში იწვევს მე, იმიტომ რომ ნუ ხოთ გაუგებარია. ქართველებს აქვთ ნათქვამი ჩვეულება რჯულზე უმტკიცესეო. ჩვევაში როგორც კი რამე გადადის, მყარი ნეირონული კონტაქტებია შედარებით და მათი ჩახსნა და ახალი კონტაქტის შექმნა არ არის მარტივი. და ბევრად ჩვენს მოშლაც მე მგონი ადამიანის უპირატესობაა. რა ადამიანის არჩევანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა. თუ მან ეს აირჩია, მაგრამ გინდა აი ეგ არის საქმე, რა შეეცით საქმე. ჩვენ ვდგევართ დილემის წინაშე. მინდა უნდას დილემის წინაშე ადამიანების მუდმივად არჩევანია ცხოვრება, ხო? არის რო ავიღოთ მეტაფორულად ისე ორი ცხენი, რომელსაც მართავს პიროვნება. ერთ ცხენს რომ მინდა დავარქვათ, მინდა და მეორეს რომ დავარქვათ, უნდა. მინდაზე დაждდება ადამიანი სულ. ადამიანს ურჩევნია მინდაზე იყოს, ხო? თავისთავად თუ მან არჩევანი არ გააკეთა. არის განვითარების გზა. თუ არ გააკეთა არჩევანი უნდასკენ. ამ ადამიანს აქვს რესურსიც. რესურსი რას გულისხმობს? მე შეიძლება მე თუ მომინდება ბალერინობა, რაც არ უნდაზე გადავждე, ძალიან გამიჭირდება ბალერინა გავხდე. ნუ მე ამას რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობთ. ანუ ადეკვატურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალე რუსთაველიც ხო თავის ალბათ ყველაზე მთავარ აფორიზმში მაგას ამბობს, რომელიც შეიძლება ამ აზრით შეუმჩნეველია, რაც არ აქწადეს, იგი ჰქმენ უზდევ წადილთან ნებას. მაგარია. ამაზეა ეს უფრო ვიდრე ძალიან საინტერესო. წყლის დალევა რო გინდა არ დალეო არ გეუბნება. უფრო სხვა რამეს. ან იგივე ვთქვათ მე რომ მინდოდეს რომ ისე 20 წლის ვიყო, რა თქმა უნდა, ტყუილად გავირჯები ამისთვის, თუმცა ამის უფლება ადამიანს აქვს. შეგიძლია და რასაც წარმოიდგენ ის იქნება. ხო, ეს მანამდეც იყო მობილურამდეც. ლიტერატურას რამდენიერი ძალა აქვს. რა თქმა უნდა, ბავშვებს რო დაუბრუნდეთ, აი ეს მართლა ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი თემაა, იმიტომ რომ აი ის რაზეც თქვენ საუბრობდით, განსაკუთრებით მზაფრად დაისახება ბავშვის ტვინზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ სტასულის მაინც ნუ გარკვეულწილად რაღაც ჩამოყალიბდა. იმასაც ახლა რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას, მაგრამ ბავშვი სკოლაში, სასკოლო პირველ კლასში, მეორე კლასში, ხო? მე თქვათ ამ ყველაფერს პირდაპირ ვაკვირდები, იმიტომ რომ სკოლაშიც ვასწავლე. და ვიცი, აი როგორ მოქმედებს მათ გონებაზე ტრენდები. დღეს არის ძალიან პოპულარული რაღაცა ის აი მაგალითად აი აბსურდის ახლა ის ფორმა არა რაზეც თქვენ ლაპარაკობდით, არამედ უფრო პრიმიტიული 6-7 ანუ ყველა ბავშვი იძახის ამას, ხო? რომელიც არა თვითონაც რო კითხო და არც არავინ არის რაღაც სიმღერიდან არის და მე უბრალოდ გახმობ ზუსტად ეს არის ნიშანი ამ მოცემულობის რომ რაღაც აბსურდი რომელიც იოლად შედის ტვინში შეიძლება გახდეს პოპულარული და მთლიანად დააკარგვინოს ადამიანს ადამიანად ყოფნის ის ყველაზე დიდი უპირატესობა რომ სიღრმეები მოსინჯოს გონებაში გერგი ხშირად მიფიქრია მაგაზე აღსტაში არის ცოტა ძალადობა რო არ იყოს არ შეიძლება რა იმპერატივი მინუს უმცირე მათ პირობითად ძალადობა რო თქვა ხა ცუდი სიტყვა შეიძლება მაგრამ რაღაცა ერთ-ერთმა ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ფსიქოლოგმა მითხრა ერთხელ ეგეთი რამე რომ მას ჰქონდა რაღაცა ჯგუფები სადაც ხელოვნებას ასწავლიდა
მე მინდა გითხრათ რომ მოძალადე ვარო რომ დიახ რომ ბეთჰოვენი უნდა მოწონდესო და თქვათ ლეონარდო და ვინჩი და რაფაელი უნდა იცოდეს რომ ეს არის ტოპი ეს არის საუკეთ კლასიკა მოწონდეს და მე და ეს და როგორ ახერხებ მეთქი რომ ვარჯიშია ტვინის ეს ხო და გემოვნების იძულება ანუ აი აქ იმპერატიულობა სადავო ამბავია მაგრამ ძალიან საინტერესო არა აქ იმპერატიულობა იგივე მაგალითად პიკასო რომელიც ასე ხატავს ის შესანიშნავად ხატავდა კლასიკას ხო მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო ესე აზროვნებდა ესე ხედავდა ეს უკვე არის ალბათ ცოდნის და განათლების მიღების მე არის ღირებული და ფასეული თორე ისე ხავ თქოთ ძალიან საინტერესო რამეს ამბობ საღებავში რომ ჩავყო ხელი და რაღაცებს დავადო და ამას ხელოვნება დავარქვა ეს მანამდე რაღაცა თუ ნაკეთები არ მაქვს ეს მაშინ ეგ ალბათ ამ ეპოქის ერთი მაინც და მაინც არა სახარბიელო ნიშანია რომ ჩვენ როგორც კამიუ ამბობს თავის ერთ ესეში აი ზომიერების სიმამაცე დავკარგეთ იმიტომ რომ ძალიან ცუდი და მიუღებელია როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ყურს უწევს მაგრამ დღეს მე მგონი პირიქით რეალობა დადგა აი ამ რაღაცა სრული მიშვების და ფსევდო ლიბერალური მიდგომით რომ მოსწავლეები უწევენ იქით მასწავლებლებს ყურებს აქ არის რაღაცნაირად ეს ბალანსი ეს ზომიერება დასაცავი და ეს დისტანციაც გარკვეულწილად და გარკვეული სტანდარტი რომელიც უნდა შეეთავაზებოდეს რომ თუ მასწავლებელია მას აქვს რა თქმა უნდა უკიდურესად ეთიკური მაგრამ იმპერატიულობის უფლებაც რა თქმა უნდა და ავტორიტეტი უნდა იყოს ავტორიტეტად ვერც მშობელიც და მასწავლებელიც თუ არ დარჩა ავტორიტეტად მისი გაუფასურება ხდება და ისეთი გაუფასურება რომ მე საგანი ძულდებათ ის საგანი ის მიმართულება ძულდებათ და ეს შეიძლება იყოს განაჩენივით იცით მთელი ცხოვრება ვეღარ დაუბრუნდეს და მაგის რაც ქნა 90-იანმა წლებმა როდესაც მასწავლებელმა სრულად დაკარგა იმ შემთხვევაში სხვა რამის გამო აი ყოფითი პირობების გაუარესების გამოც ხო მათ შორის რომ იმიტომ რომ ის რაღაცნაირად მისი დესაკრალიზაცია მოხდა სრული და მე უკვე მოსავლე ვეღარ ხვდებოდა რატო ესწავლა ეგ დაინახავდა იქით ვიღაც კრიმინალი იყო რომელსაც ყველაფერი უკეთესი ქონდა და ეხო ჩვენ ხო ბაძვის არსებები ვართ რა თქმა უნდა ინახეთ თუ კი აი ერთმა მშობელმა მკითხა ერთხელ რომ აი როგორ შევაყვარო სწავლაო არ უყვარსო და ვეუბნებიო რომ თუ გინდა წარმატებული უნდა იყო უნდა ისწავლო და მე ვუთხარი არ არის მეთქი სწორი ლინკი თქო ეგ თქო სწორი კავშირი ბავშვისთვის თუ გინდა იყო წარმატებული ბევრი ისწავლა ის ხედავს რომ ვისაც არ უსწავლეს საერთოდ ის უფროა წარმატებული ის ამას ხედავს ზოგ შემთხვევაში უნდა კი არა მინდა თუ არ გახდა ნახეთ მე მინდა ვისწავლო მე მიყვარს სწავლა და ეს ორი ცხენი მინდა და უნდა დამეგობრდნენ და ეს უნდა აი თქვათ მე უნდა ავდგე ყოველდილას 8 საათზე დამღლელია რა ადექი ივარჯიში მაგრამ თუ მე მინდა ავდგე 8 საათზე ამ შემთხვევაში ადამიანი უსხლტება ძალადობას და მას უნდა სულ რაღაცა კომფორტის ზონაში შევიდეს. მან შეიძლება ესეთი კომბინაცია გათამაშდეს უნდა და მინდაში რომ თუ მე მინდა რომ ჯანმრთელი ვიყო, უნდა ავდგე 8 საათს. მე მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი, მე მინდა სიცოცხლე, მე მინდა რაღაცა თქო იგივე წარმატება, იგივე ბედნიერება. ეხლა ვისთვის რა არის ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა რომ ავდგე, მე მინდა რომ ვივარჯიშო, მე მინდა რომ და თუ მშობელი ეუბნება რომ შენ გჭირდება თორე მე რა, ადამიანში არის ნეგატივისტური ტენდენციები, რომელიც ნებისმიერ ზეწოლას პასუხობს უარყოფითად. თუ ამ ზეწოლას არ გააჩნია არგუმენტირებული ახსნა და თუ ეს ზეწოლა არ არის ავტორიტეტული და არ არის დასაბუთებული მისი სიკეთე ადამიანისთვის, იმიტომ რომ აი მაგალითად ძალიან არაპოპულარული არის დღეს მოზარდებში ქიმია, საგანი და მე მithქვამს რომ ეს უნდა მოახერხოს მასწავლებელმა რომ ქიმია შეგძულდეს და ეს მოახერხეს სამწუხაროდ ვახერხებთ ამას. ქართულ ლიტერატურას ბევრმა შეაძულა და ხატრული. ეს ხო უნდა მოახერხო რომ ის რაც გაცვია ჭამ, სვამ, ეხები არის ქიმია და საერთოდ რაში მჭირდებაო გეკითხება. და ამაზე პასუხი რომ ბავშვს არ აქვს, ნახეთ, აი ხუთი კითხვა არის ადამიანისთვის პასუხგასაცემი. ესეთი ყოფითი ადამიანისთვის. პირველი, ვინ ვარ? მეორე, როგორი ვარ?
მესამე რა მინდა, მეოთხე რა მე ჭირდება და მეხუთე რა შემიძლია. და ეს ბოლო სამი მინდა მჭირდება შემიძლია, სწორედ არის ორი ცხენი და რესურსები. მინდა ცხენი, უნდა რა არის? ჭირდება. და რესურსი რა არის? შემიძლია. რაღაცა შემიძლია, რაღაცა არ შემიძლია. რაღაცა რაც შემიძლია, არც მინდა და არც მჭირდება. მაგალითად, შეიძლება პირობითად ცეკვა ან სიმღერა ან რაღაცა, არ ვიცი, ძალიან კარგად შემიძლია, მაგრამ არ მინდა და არ მჭირდება. შეიძლება მინდა და მჭირდება კიდევაც, მაგრამ არ შემიძლია. და აი ამ სამ შორის რაღაცა კონსენსუსი უნდა მოხდეს, შეთანხმება. მანდარი მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნიჭები აქვს თითოეულ ადამიანს, რა ასე ვთქვათ, რომელი უნარჩვევების გამომუშავება დაჭირდება მას ყველაზე მეტად. იგივე ემოციური ინტელექტის განვითარება, რომელსაც ასევე მდგენელები აქვს. აი როგორც დღეს ხო თან გაწყვეტინებთ, თან არ, იმიტომ რომ იგივე ვთქვათ, ხაზით გააგრძელებთ დარწმუნებული, უბრალოდ მინდა რომ ოდნავ განავრცოთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, შეიძლება ხშირად იყენებდეს ამ სიტყვას სადღაც თოქ-შოუებშიც კი, მაგრამ რას ნიშნავს ეს პარალელური ემოციური ინტელექტი? რა არის ეს? რას გულისხმობს? რა კვლევის საგანია? საერთოდ ინტელექტი აღმოჩნდა რომ ბევრნაირია. აი ცეკვა ვახსენე, ცეკვის ინტელექტი. რამდენიც არ უნდა ვიმეცადინო, ისე ვერ ვიცეკვებ, როგორც არ დავასახელებ, ჩვენ ყავს ეგეთი ვირტუოზი მოცეკვავები. ან ესე ვერ იმღერებ, ან იგივე რაღაც იმ ხმას ვერ იგრძნობ და კრიმანჭულზე ხო გურული რომ მღერის, რა ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია. ხო ეს ხო უნდა იპოვოს სადღაც. მაგრამ ეს უფრო ნიჭია თუ უფრო ინტელექტია? იცით რა, ნიჭი და ინტელექტი, მოდით ესე ვთქვათ, ინტელექტი არის მაინც უფრო გამოყენების უნარი. გასაგებია. არის ცოდნა, მე ვიცი ყველა ფორმულაზე პირად მათემატიკაში, მაგრამ ვერ ვიყენებ მას, ამოცანას ვერ ხსნი. ანუ გამოყენება არ შემიძლია და ემოციური ინტელექტი არ არის ძალიან ძველი და ამაზე დიდად არ საუბრობდნენ, მაინც უფრო კოგნიტური ინტელექტზე, IQ-ზე და ეს არის EQ არის ეს ემოციური ინტელექტი, ეს კოეფიციენტი, რომელიც გულისხმობს დაახლოებით 5 მდგენელს, სხვადასხვა ავტორთან. პირველი ეს არის მაგალითად თვითშემეცნება, ანუ დაახლოებით ის 5 კითხვა რო ვთქვი, ახლა ეს პირობითია. მეორე არის თვითრეგულაცია, როგორ ვახერხებ ამ სამყაროში ემოციურ რეგულაციას, იმიტომ რომ არის ემოციები ბაზისური, რომელიც ბავშვსაც აქვს დაბადებიდანვე და ემოციური ენა არის ყველაზე ძველი ენა. ის გრძნობს უფრო მეტად, ვიდრე საერთოდ ვერ ხვდება, გრძნობს და იმახსოვრებს, ხო, სხეულის ენა. იგივე 4 ემოცია, ბრაზი, შიში, სევდა, სიხარული, ამას ემატება ინტერესი, გაოცება, ბავშვის ემოციები, საოცარი, ზიზღი და ასე შემდეგ. ზოგი ეძახის ამას ოქროს 7-ეულს, ზოგი არსაქვს ოქროს 6-ეული ამ ემოციების. ამის მართვა და სოციალურ კონტექსტში მოყვანაც, ხო? იმიტომ რომ ასოციალური რო არისო ან ანტისოციალური ქცევა არ ქონდეს ადამიანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თვითრეგულაცია. მესამე არის мотивация და мотивация არის რაღაცა დრაივი, რაღაცა ენერგეტიკა, საოცარი, რომელიც პასუხობს კითხვაზე რისთვის. აი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რატომ არა, რატომ ბრალდება? რატო გინდა ეს? არა, რისთვის გინდა? გადიხარ იმ რაღაცაზე, რისთვის სადაც საითაც მიდიხარ. და კიდევ мотивация შინაგანი, გარეგანი არსებობს ხელფასი, წახალისება, შექება და არსებობს სიყვარული ამ საქმის, რომელიც არის უპირატესი, ხო? და ეს რა ინდიკატორია, როცა ნაკლებად იღლები, ესე გიქხარ სადაც უნდა იყო და ემოციური გადაწვაც ყველაზე მეტად ემუქრებათ მაგათ, ვინც თვლის რომ იქ არ არის სადაც უნდა იყოს. ამ ადგილას არ უნდა იყოს, ის სხვა რამისთვის იზრდებოდა და ეს რა ადგილია მისთვის. მეოთხე ეს არის ემპათია. ანუ თქვენი ფეხსაცმელი ჩავიცვა, თურმე როგორ ინგლისური გამოთქმა, თურმე როგორ გიჭერს და მე კიდე მეგონა რომ კარგად იგრძნობთ იცავს. თქვენი თვალებით შევხედო სამყაროს, თქვენი ვიცი, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე რო ჩემი 60 გადაცილებული ჩემი და პედესტალიდან თუ რა ვიცი ასაკობრივი სხვა ადამიანში ჩასახლება დროებით. აი ძალიან მიყვარს როჯერსი, კარლ როჯერსი არის ჰუმანისტი, ის ამბობს, რამდენადაც შემიძლია თქვენი თვალებით შევხედო მე ამ სამყაროს. რამდენადაც შემიძლია, იმიტომ რომ სრულად შეუძლებელია.
ხო, ხო, მე ნარკომანხმარებლებთან ვმუშაობ და იქ მქონია ეგ შემთხვევა, რომ აი თქოთ იგივე ვიღაცა, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, მას უფრო კარგად შეუძლია ალბათ, ვიდრე ვისაც არ აქვს. ემპათია ძალიან მნიშვნელოვანი და მეხუთე მდგენელი ეს გახლავთ სოციალური უნარჩვევები, კომუნიკაციის უნარები. ადამიანებს უჭირთ, აი მაგათ რო კითხო გამარჯვების თქმა, არა იმიტომ რომ უზდელია, სხვენია. უჭირს სახელი და გვარი თქვას, იმიტომ რომ რო ეკითხებიან ჩუმად პასუხობს ან ნეტა გავქრე, ნეტა არ დამინახონ. აქ მარტო ლიდერობაზე არ არის ლაპარაკი და ან კიდე რაღაც თქვათ რაიმე გამოკვეთილობაზე. ზოგადად უნარები, იმიტომ რომ ამ უნარების გარეშე კომუნიკაციის დღეს ამ სამყაროში, იმიტომ რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ბიოფსიქოსოციალური და სულიერიც კიდე 4 განზომილებიანი ადამიანი და 4-ვე განზომილება ერთდროულად მნიშვნელოვანია. ანუ რაღაცა საბაზისო მოცემულობები ამისი ყველა ადამიანს თავიდან აქვს, გამოდის. უბრალოდ ესეც როგორც სხვა ტიპის ინტელექტები საჭიროებს მეცადინეობას და წვნას. აუცილებლად. ექვემდებარება უფრო სწორედ და საცვლილება შესაძლებელია. იმიტომ რომ ადამიანს არ არსებობს უნიჭო ადამიანი და რაც არ უნდა მე მინახავს გიორგი, მე მინახავს ძალიან აი რო ვთქვათ მათემატიკაში მაგალითად მასწავლებელს მე-4 მე-5 კლასში რომ ამისგან არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ერთ ამოცანას 7-ჯერ უხსნიან, 10-ჯერ უხსნიან, მეტჯერ მე ესეთი ადამიანები მინახავს ძალიან წარმატებული და მათემატიკაში, შეიძლება მათემატიკოსი არ გახდა, მაგრამ უმაღლესი ქულები აიღეს, იმდენჯერ შრომის ისეთი ტრიუმფი მაქვს ნანახი ჩემს ცხოვრებაში, ნიჭიერებაზე ზოგჯერ და გამარჯვება, რომ არაფერ შეიძლება შრომა გახდეს, ვთქვათ, მეორე ხარისხოვანი. ის მაინც არის პირველ ხარისხოვანი. რა თქმა უნდა, იცით, მაინც ჯობია, რომ ადამიანი დაждდეს იმ ტალღაზე, რასაც ნიჭი ქვია, რომ ამ შრომას იპოვოს საკუთარი ტალღა, ვიდრე ვთქვათ, რაღაცა აი ეს ილონ მასკის ცნობილი გამოთქმა, თუ არ ვსწრები, რომ დაუმიზნე მთვარეს და შენ იქ მოხვდები. ეს ყველას არ ეხება, მე ხშირად ვამბობ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს ადამიანში, რაღაცმა ისეთმა დამიზნებამ, რომელიც მისი საერთოდ არ არის. ხო, იმის გამო უბრალოდ რახან ვიღაცამ თქვა, მანაც მთვარეს დაუმიზნოს, არა და მისი სამიზნე შეიძლება ალობალი იყოს. ზუსტად და ის თუ გიორგის გამოუვიდა, არ ნიშნავს, რომ მეც იგივე გამომივა, მაგრამ მე რაღაცა სხვა გამომივა. უკეთესად ვიდრე მგონია რომ გამომივიდო და ჩვენი პრობლემა არის კიდე ერთმანეთთან გაჯიბრება. ის სკოლა ამ კონკურენციის, რაც სამყარო ხო არის მუდმივად შეჯიბრი და ადამიანი ყოველთვის აგებს, როცა სხვას ეჯიბრება. მე რო თქვენ გაგეჯიბროთ, ყველაფერში წავაგებ და ამიტომ მე არ გაგეჯიბრებით. ერთხელ ესეთი მეტაფორა მოვიტანე ერთ-ერთ გადაცემაში, სწორედ რომ ტრასაზე რო ადამიანი მიდის, მის წინ სულ არის მანქანა და ეს მანქანას შენ თუ ეს არის შენი მიზანი, რომ ყველა წინ მიმავალ მანქანას გაასრო, მთელი ცხოვრება იქნები აი ამ ნევროტულ მაშინ რა ქვია რბოლაში და ამ დროს არსებობს ესეთი აჯობო საკუთარ თავს, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, ეს ახლა ძალიან მოდური ფრაზაა და მეც გამოვიყენებ. საკუთარი თავს ვისგან შექმნა შენი შესაძლებლობის ფარგლებში იმაზე უკეთესი ნაწილი უნდა გახდე და კმარი იმ გზით, იმიტომ რომ გაასრო ყველა მანქანას იმასთან მიხვალ მე ბოლოს წინ ვისაც გაასარდა ის მაინც შენს წინ იქნება. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ წრიული ამბავი გამოვა და საბამისად ხო კომიკურიც. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ რომ მართლა მრავალ მხრივ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, უბრალოდ სანამ დავასრულებ, რახანაც ვლაპარაკობდით ბავშვობაზე და წიგნებზე. შეიძლება ეს წიგნები ზოგიერთ დღეს არც იყოს წიგნის მაღაზიებში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ წუთას. უბრალოდ თქვენი განცდით არც მაინდა-მაინც რიცხვს დაგისახელებთ და ესე შეგზღუდავთ რამდენიმე წიგნი, რასაც თანამედროვე ბავშვს ურჩევდით თუნდაც თქვენი ბავშვობის გამოცდილებით. პირველ რიგში ზღაპრებს, იმიტომ რომ ზღაპარი არ არის, მართალია წეგან თქვი არ არის საბავშვო, თქვენ ჩვენი არაცნობიერი, კოლექტიური არაცნობიერი შედეგია და აი თქვენ თუ რომელიმე ზღაპარს გაიხსენებთ, მე ვეცდები რომ იმ ზღაპრის თქვათ რომელიმე რელიგიიდან ან მითებიდან დაავადებებიც პირდაპირ მითის გათამაშება ან იგივე ბიბლიიდან უამრავი ბიბლიური ისტორია შემდგომში ზღაპრად არის
გადაქცეული ხალხურად. ზღაპრები აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არ უნდა გამოტოვოს ეს სტადია ადამიანმა, ბავშვმა. შემდგომში, რა ვიცი, ჩემთვის ყველა ბევრი არ მახსოვს, მაგრამ მე რაც აუცილებლად ლურჯი ფრინველს ურჩევდი, აუცილებლად პატარა უფლისწულს ურჩევდი. ისიც საკულტო ტექსტები. აუცილებლად, იმიტომ რომ იქ იმდენი რამეა. ჩემთვის მაგალითად ბავშვობიდან დავამახსოვრდა მელიას ის ფრაზა, რომელიც მე აი რო ეუბნება, რომ მე თუ მეცოდინება შეროდის მოხვალ, მაშინ ჩემი გული იქნება სავსე სიხარულით და აი აქ შემოდის რიტუალის მნიშვნელობა. მე თუ მეცოდინება, რომ თქვენ უნდა გნახოთ თვის ბოლოს, ну რა მე და თქვენ შორის უხილავი ეს არის გაბმული და ამით ის თვე როგორც კალენდარული მოცემულობა უქმდება და რაღაცა ის საოცარი აი ასე რაღაცა ზოგჯერ ფრაზა ახლა ბავშვი არ ვიცი, მაგრამ აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგალითად შტეფან ცვეიგი ვახსენე. არის ეგეთი სიბრძნის ბილიკი, საოცარი ნაწარმოები, ესე მამაშვილობაზე. ეს არის სახლიდან გაქცევაზე. ეს არის მამის უარყოფასა და მერე მამის ძიებაზე. საოცარი ნაწარმოები. ეს არქეტიპული საოცარი. მაგრამ აი ბავშვებსაც შეეხება არ ურჩიოთ უფროსებსაც აკრძალვა. მე იგივე ვთქვათ ანდერსენი შეიძლება საოცრება, ესეც ხო არც ერთი არ არის ზღაპარი. იქ ხო არქეტიპულია, რა ვიცი. ბარემ კითხავთ ამასაც და რაღაც ზღაპრებზე ვილაპარაკეთ. მან არის ერთი ზედაპირული და მეორე უფრო პროფესიული მოსაზრება. აქ ეხება საქმე ზღაპარს როგორც სისასტიკის დაუფარავად წარმომჩენ მოცემულობას, ხო? იქ სიკვდილი არ არის ევფემიზებული, ხო პირდაპირ შეიძლება ვნახოთ, ხო, რაღაცა მოჭრა 3 თავი, 7 თავი, შეჭამა, გადასანსლა, მოხარშა, ჩიტმა, საკუთარი შვილები გადაუგდო და თითქოს მშობელი რო უკითხავს ბავშვს, მშობელს ეშინია და ფიქრობს, რომ ბავშვად შეაშინებს. არა და უფრო მეტი დაკვირვებით ჩვენ ვიცით რომ პირიქით ბავშვი სხვანაირად აღიქვამს ამას საერთოდ ეს აღიქვამს როგორც ბოროტის და კეთილის ბრძოლას და სიკვდილს არა იმგვარ აქტს როგორადაც ის ჩვენ ვიცით ან სისასტიკეს არამედ როგორც სიკეთის გამარჯვების ინსტრუმენტს თქვენც რო განმარტოთ ეს სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ ამაზე ბევრი მშობელი საუბრობს ზოგადად ჩიტი რომ ბარტყს უგდებს ეს საქართველოს ისტორია ერთი ბარტყი გადმომიგდა თორემ შენს შეგჭამდა რა ვიცი ხეს მოვჭრიდა ასე შემდეგ რასაც ამბობს ახლა ციტირება არ მახსოვს ანუ ემუქრება და ესე იყო ბაგრატიონების ბედი რომ ერთი შვილი უნდა გაეთხოვებინათ ვიღაცაზე მეორე შვილი უნდა წასულიყო მთავარსარდლად იქ ბუფერულ ზონაში იმ იმპერიებს შორის რა იმპერიებიც იყო შემდგომ სამხრეთში შემდეგ ჩრდილოეთში ეს ბავშვი შეაშინებს პირიქით და მე მგონია რომ არა. ხო მას ესე არ ესმის ბავშვისთვის სიკვდილი არ არის საშიში იგივე პანაშვიდებზეც და გარდაცვალების დროსაც თუ თვითონ არ დააფეთებდა არ დააშინე ბავშვს არ ეშინე ეს ბუნებრივად მოძრაობს იქ დარბის თამაშობს ასე უყურებს და სიკეთე და ბოროტება სხვანაირად ბავშვს ვერ ასწავლი თუ არა ზღაპრებით რომ ზღაპარში ის მგელი რო არის თუ ის თორე წითელ ქუდაც ფილოსოფია არის ეს არის დედაშვილის ურთიერთობა როცა დროზე ადრე გაუშვა დედამ შვილი ტყეში ანუ ცხოვრებაში როცა დედა არის არ მინდა ხე რაღაცა უარყოფითი თქვა მაგრამ რაღაცა ის შეცდომა რომელიც შვილს შემდგომში ამით რაღაცნაირად ბავშვი ეთილს და ბოროტს თეთრს და შავს არჩევს ხო თავისებურად და ვთქვათ თან ზღაპარი იმით არის შესანიშნავი რომ ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ეს არის ადამიანში სისავსის განცდის წინაპირობა იმიტომ რომ მან იცის რომ ბოლო და მე როგორც დიდმა ვიცი რომ ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის და აი ამან სცენაზე რომელზეც ჩვენ ვართ გამოსული ხო ბოროტება და სიკეთე ბევრად მეტი სიკეთეა უბრალოდ სიკეთე ჩუმად არის და ბოროტება ხმაურობს და ადამიანს გონია რომ ბოროტება მეტია სინამდვილეში ფოკუსირება თუ მოხდა აი ფუტკარი და ბუზი რო სახში დაბრუნდება საღამოს რას მოყვება ერთი მოყვება სუყვავილებზე და სილამაზეზე და მეორე ნაგავზე ხო და სიბინძურას ამ ფილტრებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესთეტიური, ინტელექტუალური აი ეს ფილტრების გახსნა რომ დაინახოს ბევრი სილამაზე, ბევრი სიკეთე
მაგრამ ბოროტებაც ესეთი მეტაფორული სახით იმის გამო რომ დიდი იმედგაცრუების და ფრუსტრაციების წინაშე არ დადგეს შემდეგ ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს მეტაფორული ენა, ეს ღაპრები, თქოთ იგივე წარმოსახვის განვითარება ბავშვისთვის და ყველაზე კარგად წიგნიან ვითარებს. ვერაფრით ვერ განავითარებს მზამზარეული მობილურში ნანახი მულტფილმი უფრო მეც გეტყვით. მულტფილმს რო უყურებს და თან მობილურს ზოგჯერ მშობელი ჭამის დროს აყურებინებს, რო ჭამოს, პირი აღღია და კოვსუდებს პირში, ხო? ამ დროს ის ფერები, ის ხმა, ის იწვევს ტვინის აგზნებას, სისხლის მიმოქცევა, იმის მაგეთ რო კუჭისკენ მიდიოდეს, მიდის სხვა მიმართულებით განცდა დანაყრების ტვინში აღარ მიდის. და შემდგომში კვებითი აშლილობების ძალიან ბევრი წინა ბევრ შემთხვევაში წინაპირობა სწორედ არის ეს აღრევა ორი რამის. ჩვენ რო პატარები ვიყავით, გვეუბნებოდა რომ ჭამის დროს ბევრი არის ლაპარაკო, ან არის ლაპარაკო, იმიტომ რომ მარტო გადაცდენა არ იყო აქ საფრთხე, აქ იყო ის რომ ვთქვათ ადამიანს აი ჭამა ყოფილიყო მისთვის ჯანმრთელობისთვის და საჭიროებისთვის და არა ვთქვათ რაღაცა გასართობი. ძალიან საინტერესოა, ძალიან და აი რაღაცნაირად ესე მიწოდება მაინც ყოველთვის ჯობია რომ ბავშვმაც იცოდეს და დიდმაც რომ სიკეთე იმარჯვებს. ეს არ არის ტყუილი, ეს სიმართლეა. იმედი დავიტოვოთ რომ სიმართლეა. აუცილებლად სიმართლეა. ამნაირი გადაცემების თუ პოდკასტების უპირატესობა არის ეს, რომ შეიძლება დაამთავრო და მე გააგრძელო და ის გაგრძელება კიდევ უფრო საინტერესო იყოს. ძველი ფორმატი იგულისხმებდა ამ შემთხვევაში ჩასაფრებულ პროდიუსერს, რომელიც სრულიად არამეტაფორულად მოკლავდა, რომ არ დაგემთავრებინა მაშინ, როცა დაამთავრე. დღეს ეს უპირატესობა გვაქვს. ჩემი სტუმარი იყო კანტონი მარინა გაჭარავა, ფსიქოთერაპევტი, საჯარო ფსიქოლოგი. ჩვენ ვლაპარაკობდით დიდწილად წიგნებზე, მაგრამ ვლაპარაკეთ ბავშვებზეც, ბავშვის განვითარებაზე, მათ შორის კავშირზე ლიტერატურასთან. ეს ხო გადაცემა ბიბლუსი თოკ, მე გიორგი ეკელიძე გახლავართ. მომავალ შეხვედრამდე.